მოგესალმებით. მოგეხსენებათ, რომ ამ რამდენიმე კვირის წინ დაანონსდა ძალიან საინტერესო წამოწყება ეკონომიკის სამინისტროსთან იქნება მცირემეწარმეობის განვითარების სააგენტო. მოგეხსენებათ, რომ მცირემეწარმეობის განვითარების გარეშე ქვეყანას მომავალი არ უწერია და სამწუხაროდ საქართველოში მცირემეწარმეობა არის უმძიმეს მდგომარეობაში, ფაქტობრივად ის არ არსებობს. ამას ყველა მონაცემი ადასტურებს და სწორედ ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად და პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე შეიქმნა სწორედ ეს სააგენტო, რასაც მივესალმებით. თუმცა ჩვენი აზრით არ არის ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ არ არის ცნობილი ამ სააგენტოს მუშაობის პრინციპები, არ ვიცით რა პროგრამით იხელმძღვანელებს ის. ჩვენი მოთხოვნაა, რომ სააგენტოს კონდეს სააგენტოს პროგრამა გამოქვეყნებული იქნას და არა მარტო გამოქვეყნებული იქნას, არამედ ალტერნატიული პროგრამებიც იქნას განხილული და სასურველი იქნებოდა, რომ გამოცხადდეს ამასთან დაკავშირებით ტენდერიც. მოგეხსენებათ, რომ მცირემეწარმეობის ასოციაცია საქართველოში თავისუფალ მცირემეწარმეთა ასოციაცია დიდი ხანია მუშაობს ამ საკითხებზე და ძალიან საინტერესო ინოვაციური მიდგომები აქვს ამასთან დაკავშირებით და მასთან ერთად მუშაობს დაზარალებულ მიანაბრებთა საკომპენსაციო ფონდიც. აქ არიან ბატონები ანზორ საკანდელიძე და მალხაზ ცისკარიშვილი, რომლებიც ისაუბრებენ სწორედ იმ ალტერნატიულ მიდგომებზე, ინოვაციურ მიდგომებზე, რომელსაც გაცილებით დიდი ეფექტის მოტანა შეუძლია და ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სწორედ თანხვედრა სახელმწიფო ინტერესების გამოცდილებასთან, რომელიც დაგროვილი არის ქვეყანაში. აი ეს არის მთავარი ამოცანა და არ უნდა მივიღოთ ჩვენ ახალი გაუგებრობა და საბიუჯეტო სახსრების ასეთი უაზრო ფლანგვა. ჯობია სანამ დავიწყებდეთ ამ საქმეს, დავეკითხოთ იმ ხალხს, ვინც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს ამ სფეროში და არ მივაგდოთ ეს უმნიშვნელოვანესი საქმე გამოუცდელი ადამიანების ხელში. ხარვეზები კი არ არის. ხარვეზი თავისთავად არის, როცა საჯარო არ არის რამე. ანუ სანამ ხას უსვამ ჩვენთან სამწუხაროდ ამაზე არ ამახვილებენ ხოლმე ყურადღებას და მცირე მეწარმეობა არის ფუნდამენტალური საკითხი. მცირე მეწარმეობის განვითარების შესახებ გარეშე არაფერი არ განვითარდება. აი მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 80% ხას უსვამ მცირე მეწარმეების მიერ არის შექმნილი. ჩვენთან თუ მაგალითად 500,000 ლარამდე ბრუნვა ითვლება დავუშვათ მცირე მეწარმეობის ზღვრად და იმის მერე მსხვილი ბიზნესი იწყება, წარმოვიდგინოთ ახლა განსხვავებები, რომ 10 მილიონი ევრო არის დავუშვათ ევროსაბჭოს რეკომენდაცია. აი რო წარმოვიდგინოთ მასშტაბები, ხომ? მოგვიდა ევროპაში. დიახ, ხო და აი რამხელა დისბალანსია ეს მარტო ერთი მაგალითი კმარა. აქედან გამომდინარე ამ მცირე მეწარმეობასთან დასაქმების პრობლემა გადამული, რა თქმა უნდა, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პრობლემაა გადამული, სოციალური დაძაბულობის თემაა გადამული და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების თემაც გადამულია, ვინაიდან თუ არ იქნა ეკონომიკური აქტიურობა მცირე მეწარმეობის დონეზე და ამას არ მოყვა, ამისთვის არ განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები სახელმწიფოს მიერ, ჩვენ კვლავ ჩვენი ეს ჩიხური გზა, საიდანაც მივდივართ მუდმივი გაღატაკებისა და კრიზისის ფონი ქვეყანაში არ შემცირდება, პირიქით გაიზრდება და სწორედ ამიტომ ჩვენი ამ პრესკონფერენციის მიზანი რა არის? არა ის რომ თავიდანვე კრიტიკა დავიწყოთ, რა თქმა უნდა, პირიქით მივესალმებით, რომ ასეთი იდეა გაჩნდა, უბრალოდ კარგი იქნებოდა და ამაზე უფრო დაწვრილებით ისაუბრებენ, კარგი იქნებოდა რომ გათვალისწინებული იქნას გამოცდილება, რომელიც ამ სფეროში დაგროვდა და დაიწყეს ბატონი ანზორი ამის შესახებ. ბატონო ანზორ, კარგი. მოგესალმებით. თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ყოფილი პარლამენტარი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ნამდვილად მივესალმებით, დავიწყებს იმით, როგორც დაამთავრა ბატონმა სოსომ, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენი
ასე თქვა 15 წლიანი ბრძოლა მიდის დასასრულისკენ. ჩვენი ასოციაცია თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაცია დავაარსეთ 1998 წელს და ამის შემდეგ ჩვენ დავამუშავეთ საქართველოში მცირე მეწარმეობის რეფორმების პროგრამა, რომელიც 2000 წელს უკვე იყო შეთანხმებული ლეშეკ ბალცეროვიჩის ჯგუფთან. მოგეხსენებათ, რომ ლეშეკ ბალცეროვიჩი იყო შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი. შემდეგ ეს ჩვენი პროგრამა შეთანხმებული იყო 2003 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან და მის პრაქტიკულ რეალიზაციას ხელი შეუშალა ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლას, რომელმაც საერთოდ წაშალა ის ყველაფერი, რასაც მივახციეთ ჩვენ მათ ხელისუფლებაში მოსვლამდე. ეს იყო, რომ მათ გაუქმეს ყველაფერი, ეკონომიკის სამინისტროსთან იყო ბიზნესის ხელშეწყობის დეპარტამენტი, სადაც თავმჯდომარე იყო ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბატონი ანზორ ბაბუხადია, საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი და მოადგილე იყო ასევე ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი თამაზ ვაშაკიძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ეს დეპარტამენტი თავის დიდ საქმეს აკეთებდა. პარალელურად 1999 წელს ჩვენი სიეწოლით პარლამენტმა მიიღო კანონი საქართველოში მცირე მეწარმეობის განვითარების შესახებ. და ამ კანონის საფუძველზე დაარსდა 1999 წელს მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი, რომელმაც იარსება 2006 წლამდე და შემდეგ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ნოღაიდელის ახირებითა და ვიტყოდი დანაშაულებრივი ქმედებებით ეს გაუქმდა როგორც ეს კანონი, გაუქმდა ასევე ეს ერთადერთი სტრუქტურა, რაც ჰქონდა მცირე მეწარმეებს თავიანთი ინტერესების დასაცველად ეს ცენტრი. და ამის შემდეგ უკვე 7 წელიწადი არის საქართველოს წარმოადგენს გინესის წიგნში შესატან ერთადერთ ქვეყანას, სადაც არ მოქმედებს მცირე მეწარმეობის არც ერთი საკანონმდებლო აქტი და არ მოქმედებს აგრეთვე მცირე მეწარმეობის არავითარი სტრუქტურა სახელმწიფო სტრუქტურამა მხედველობაში. ეს ისტორია გასაგები არ არის სხვათა შორის და ჩვენი რეკომენდაციები რა არის, ესე იგი რა. ჩვენ გვაქვს პროგრამა, კიდევ ვიმეორებ, ვისაც არის შეთანხმებული საქართველოში მცირე მეწარმეობის აღდგენისა და განვითარების შესახებ, რომელიც დევს ჩვენს Facebook-ზე თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაცია და მას შემდეგ რაც გაუქმდა ეს ცენტრი, ესე იგი 2006 წლიდან დღემდე ჩვენ ვიბრძვით ამ ცენტრის აღდგენაზე და ჩვენი პროგრამის ამოქმედებაზე. და ამ შემთხვევაში თუ ჩვენი პროგრამა ამოქმედება, ვიძლევით ჩვენ გარანტიას, ეს იყო ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებულიც და სხვათა შორის ბენდუქიძეც რო იყოს ის რაღაც იყო მაშინ პრესაშიც გაჟღერდა რომ იზლავის კი დავდებით რომ 2-3 წელიწადში საქართველოში ჩვენ მოვაგვარებთ მცირე მეწარმეობის დაზარალებული მიანაბრეების სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების აი ამ ოთხ დიდ პრობლემას. ეს დევს Facebook-ზე, კიდევ მოგახსენებთ. და ამიტომ ჩვენი მოთხოვნა იყო რაღაც ახალი წამოწყების კი არა, რომელმაც არც იცის რა უნდა იყოს, არ უნდა იცის ეს ბიურო თუ რა ქვია სააგენტო, რომელიც გაჟღერდა მხოლოდ და სხვათა შორის არც იყო დაფინანსებული, ეს დაფინანსებაც ჩაიდვა შემდეგ ჩვენი ბრძოლით, ვინაიდან ბიუჯეტში არ ჩაიდვა თავიდან და როდესაც პარლამენტში შევიდა ბიუჯეტის პროექტი, იქ არ იყო განსაზღვრული მცირე მეწარმეობაზე არავითარი თანხები და ჩვენი წერილებისა და ჩვენი ბრძოლის შედეგად პარლამენტმა და ამაში პარლამენტს ჩვენ მადლობას ვუხდით, რომ მიიღეს ეს მხედველობაში პირადად მოლაპარაკა დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ზურავ ტყემალაძე, რომელმაც მითხრა, რომ თქვენი შენიშვნა მიღებული არის, გაითვალისწინა პარლამენტმა და
ბიუჯეტის პროექტში შენიშვნების სახით არის დართული, რომ დაფინანსდეს მცირე მეწარმეობა. ეხლა არის სიტყვა უკვე ხელისუფლებაზე, ვინაიდან ეს ბიუჯეტის პროექტი მოbrunდა ისე თავის შენიშვნებით მთავრობაში და მე აქედან მივმართავ პირველ რიგში ახალ პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და მივმართავ ფინანსთა მინისტრს ბატონ ნოდარ ხადურს, რომ უკვე საქმე მიყოლილი არის ბოლომდე და ის ჩვენ რასაც ვთხოვილობთ ამდენი წლები არის რომ 20 მილიონი ჩაიდვას ბიუჯეტში მცირე მეწარმეობის ასაღორძინებლად და განვითარებისათვის და დაიძვას შესაბამისი პროგრამები. ჩვენი პროგრამა უკვე კარგი ხანია დადებულია და სხვათა შორის ეს პროგრამა არის დაპატენტებული და რა შედეგსაც მოიტანს, ეს უკვე თქვენ მოგახსენეთ. ეხლა ვინაიდან არის უკვე ეკონომიკის სამინისტროსთან იქნება ეს სააგენტო, ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით, თუ ეს პროგრამა იქნება ჩვენ პროგრამაზე უკეთესი, ხოლო პროგრამას არ ვიცნობთ, ზერელებას კი არ ვიცნობთ, არავითარი ინფორმაცია არ ძევს არც ინტერნეტში, არც ეკონომიკის სამინისტროს საიტზე და რა არის ეს სააგენტო, რა უნდა იყოს და სხვათა შორის ეს იყო ეჭვმეპარება ზერელეთ წამოსვლილი ფრაზა, ვინაიდან არც დაფინანსება არ იყო, კიდევ ვიმეორებ გათვალისწინებული. ეხლა იდება თანხა, გარკვეული თანხა, ისინი ითხოვდნენ 50 მილიონს, მაგრამ 50 მილიონი ჩვენ არ ვჭირდება, ჩვენ ვჭირდება 20 მილიონი და რას გავაკეთებთ ამ 20 მილიონით. 10 მილიონი მოხმარდება იმ ცენტრის აღდგენას, რომელიც 2006 წელს გააუქმა ნოღაიდელმა და გადავდივართ პირდაპირ ამერიკულ მოდელზე, როდესაც ამ ცენტრის ფილიალები შეიქმნება საქართველოს ყველა რაიონსა და ქალაქში და ეს ფილიალები დაიწყებს მცირე მეწარმეობის იმ პროგრამის განხორციელებას ადგილებზე, რომელიც დევს კიდევ ვიმეორებ ჩვენს Facebook-ზე და რომელიც 2-3 წელიწადში მოიტანს იმ შედეგებს, რაც თქვენ მოგახსენეთ. შემდეგ ამ ჩვენი პროგრამის პლუსი და ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფომაც წარმოადგინოს თავისი პროგრამა და გავიდეს ორივე პროგრამა ტენდერზე. ესე იქნება სამთავრობო პროგრამა მცირე მეწარმეობის აღდგენა განვითარების და იქნება არასამთავრობო. აი ჩვენი პროგრამა თქვათ, რომელიც უკეთესი იქნება და განხორციელდეს ის პროგრამა. და მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ტენდერს ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ და რატომ? იმიტომ რომ აი ამ ჩვენი პროგრამით მცირე მეწარმეობის აღდგენა განვითარებასთან პროგრამას, აი ამ პროგრამასთან მიბნული არის უფასოდ ავტომატურ რეჟიმში მიანაბრეთა ზარალის ანაზღაურების დაწყების პროცესები, რომლებსაც 20 წელიწადი ასე ელოდება აგერ განზავტყავებული და დამშეული ქართველი ხალხი. ამის გარანტიას ჩვენ ვიძლევით, რომ თუ ეს პროგრამა დაფინანსდება 20 მილიონით და თანაც იქნება ერთჯერადი დაფინანსება ჩვენ პარალელურ რეჟიმში მოვაგვარებთ 2-3 წელიწადში დავიწყებთ 2014 წლის 1 იანვრიდან მიანაბრეთა ზარალის ანაზღაურებას ჩვენს მიერ მოფიქრებული, დაპატენტებული და მიგნებული სხვათა შორის პოსტსაბჭოურ სივრცეში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ჩვენ ვართ პირველები და ერთადერთები, რომლებსაც ბატონ მალხაზისთან ერთად მივაგენით აი ამ ეკონომიკურ ბერკეტს. თუ როგორ შეიძლება ბიუჯეტის გარეშე, ბიუჯეტის ხარჯვის გარეშე მიანაბრეთა ზარალის ანაზღაურება. სხვათა შორის ამ მიანაბრეთა ზარალის ანაზღაურებასთან ერთად შემდეგ ჩვენ მივაბით სხვა სახის ზარალებიც, სხვათა შორის რომელიც შიდავალად აქვს სახელმწიფოს აღებული და ჩვენ ვითხოვთ ამაზე ბატონი მალხაზი ცალკე ილაპარაკებს, $1.2 მილიონი არის აღებული შიდავალად 1998 წლის შემდეგ და ჩვენ ვითხოვთ თუ არ დაფინანსდება, თქვათ, ვერ მოხერხდება 20 მილიონის გამოყოფა ბიუჯეტში, რომელიც შეპირებულია და პარლამენტს არ დაუჯერებს, თავრობად არ გამოყოს, მაშინ ჩვენ ვითხოვთ, რომ ის, რაც არის მიენაბრეებისათვის გამოყოფილი შიდავალად აღიარებული სახელმწიფოს მიერ 502 მილიონი, ამ 502 მილიონის ანგარიშზე ერთჯერადად მიენაბრეებს გამოვეყოთ 20 მილიონი
ჩვენ ამით დავიწყებთ მიანაბრეთა ზარალის ანაზღაურების პროგრამის განხორციელებას და უკვე პარალელურ რეჟიმში ავტომატურად უფასოდ მცირე მეწარმეთა პროგრამასაც მოვიყვანთ მოქმედებაში. დანარჩენს თვითონ მექანიზმის შესახებ, რომელიც ძალიან საინტერესოა და თქვენ ალბათ გაინტერესებთ, როგორ შეიძლება რომ და სხვადასხვა ბატონი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანეს, პირდაპირ ვაცხადებდა ეს თქვენ აღნიშნეთ, შეიყვანეს შეცდომაში, როდესაც დაარწმუნეს, რომ არ შეიძლებოდა ქართულ ოცნებას მიანაბრეთა ზარალის ანაზღაურების პროგრამა ეჭვირთა. ვინაიდან ეს პირდაპირ დაკავშირებული არისო, ასე მოატყულეს ბიუჯეტთან და ამიტომ ამისი ხელის მოკიდება და ამისი შესაძლებლობა ჩვენ ჯერ არ გვაქვს. ჩვენ აქედან ვაცხადებთ, ჩვენ გვაქვს პროგრამა, როდესაც ბიუჯეტს არ ვიხებით, ბიუჯეტიდან არაფერი არ გამოგვაქვს, პირიქით ბიუჯეტში იქით შეგვასწა. თუ როგორ მოგახსენოთ ბატონი მალხაზი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ მიანაბრეთა საკომპენსაციო ფონდის თავმჯდომარეს და სხვათა შორის ეს ფონდი შექმნილი არის გაეროს 1985 წლის 29 ნოემბრის ადამიანის უბნებად დეკლარაციის საფუძველზე და ამ დეკლარაციის შესახებ უფრო დაწვრილებით გეტყვით ბატონი მალხაზი. ორგანიზატორი. ორიოდე სიტყვით გეტყვით, რა თქმა უნდა. მოგესალმებით. უპირველესად მინდა ჩემი აქ მოსვლის მიზეზზე მოგახსენოთ. წინა კვირას, როდესაც პარლამენტში მთავრობა დაამტკიცა პარლამენტმა, ბატონ ნოდარ ხადურმა პირველივე ინტერვიუ ჟურნალისტთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ 2014 წლიდან ხელისუფლება იწყებს მიანაბრეთა ზარალის ანაზღაურებაზე მუშაობას. აი, ამან მიბიძგა, რომ ბატონი ნოდარისთვის თქვენი საშუალებით მიმემართა. ჩვენ გვაქვს დამუშავებული პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ისე მოხდეს ზარალის ანაზღაურება არა მხოლოდ დაზარალებული მიანაბრეებისათვის, არამედ დაზარალებული კოოპერატიული ბინადრჩენებლებისათვის, არამედ ყველა სახის დაზარალებულისათვის, რომელიც სახელმწიფომ ჯერ კიდევ 1998 წლიდან შიდა ვალში აღიარა, ისე მოხდეს მათი ზარალის ანაზღაურება, რომ ბიუჯეტიდან არც ერთი კაპიკი არ იქნას გახარჯული. ეს ფაქტიურად რაღაც გარკვეული ფოკუსის ელფერი შეიძლება ჟურნალისტებთან დატოვოს ამ ასეთმა განცხადებამ, მაგრამ ეს პროგრამა დამუშავებულია ჩვენს მიერ და დაპატენტებულია უკვე, შესწავლილია ეკონომიკური ექსპერტების მიერ და მოწონებული გახლავთ. ამიტომ ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, მივმართავთ ბატონ ნოდარს, რომ გაითვალისწინოს ჩვენი გამოცდილება, ჩვენი პროგრამა, რომელიც ამ კუთხით სერიოზული ეფექტების მომტანი შეიძლება იყოს და იქნება გაითვალისწინოს მთავრობამ შემდგომი მიანაბრეთა ზარალის ანაზღაურების პროგრამების შედგენის დროს და მუშაობის დროს. ჩვენ მზადა ვართ დავეხმაროთ მათ ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი წოდნით, რაც ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი არის ჩვენთან. მექანიზმების შესახებ თუ გაინტერესებთ, არის ძალიან მარტივი, სხვათა შორის ერთი შეხედვით ძალიან მარტივი მექანიზმი. ფაქტიურად სახელმწიფოსგან ჩვენ ვიტყოთ, რომ დაგვეხმაროს მხოლოდ კანონმდებლობით, რომელშიც იქნება ასახული საგადასახადო თამასუქის გამოშვების საკითხები. და საგადასახადო თამასუქების საშუალებით მოხდება ზარალის ანაზღაურება იმ დაზარალებული საზოგადოების წევრებისათვის, რომლებმაც ზარალი განიცადეს აი ბოლო 20 წლის განმავლობაში. საგადასახადო თამასუქის შესახებ როგორ უნდა ჩაეშვას იგი ბრუნვაში, როგორ უნდა მოხდეს მისი მიმოქცევა, როგორ უნდა მოხდეს ამ საგადასახადო თამასუქით ზარალის ანაზღაურება ჩვენ პროგრამაში გვაქვს აღწერილი და სხვათა შორის გუშინ ბატონ ნოდარ ხადურს წერილიც მივწერეთ, სადაც ეს ყველაფერი არის გადმოცემული და განმარტებული. ჩვენ ვთხოვთ ბატონ ნოდარს, ვთხოვთ მთავრობას გაითვალისწინოს ჩვენი პროგრამები და მზად ვართ მათთან ერთად ვითანამშრომლოთ. სხვათა შორის
ჩვენ ბევრი რომ არ ვილაპარაკო და არ შეგააწყინოთ თავი, ჩვენ გამზადებული გვაქვს გარკვეული ანონსის სახით, წერილობითი სახით ეს ყველაფერი მომზადებული და ჩვენ დაგირიგებთ ჟურნალისტებს აი ამ პროგრამასაც. ჩვენ ამ ღია წერილით და ამ პროგრამით მიმართავდით ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. თავისთავად ცხადია, მეორე წერილით მიმართავთ აგრეთვე ნოდარ ხადურსაც. და ვაცხადებთ, რომ თუ კი სახელმწიფო გაითვალისწინებს ჩვენს პროგრამებს, დარწმუნებული ვართ, რომ ის 1.2 მილიარდი, რომელიც აღიარებული აქვს უკვე სახელმწიფო შიდა ვალში, იქცევა არა ბიუჯეტისთვის ტვირთად, არამედ ეს 1.2 მილიარდი იქცევა შიდა ინვესტიციად, აღორძინდება მცირე მეწარმეობა და ხელისუფლებას იმისი ბიუჯეტიდან თანხის გადახდა კი არ მოუწევს, არამედ ბიუჯეტში შევა ძალიან დიდი რაოდენობით თანხები. ამ მეთოდით, რომელი მეთოდის შესახებაც ჩვენ გვაქვს საუბარი, შესაძლებელია ანაზღაურება მოხდეს იმ ზარალის, რომელიც სააკაშვილის პერიოდში განიცადეს დაზარალებულმა ბიზნესმენებმა. სხვათა შორის არის ასეთი მსჯელობა უკვე, რომ ამ ზარალების ანაზღაურება შეუძლებელია და ამიტომ სახელმწიფო თავს იკავებს დღეს ამ დაზარალებული ბიზნესმენების ზარალზე საუბრების წარმოებისაგან. ჩვენ ვაცხადებთ, თამამად შეიძლება ჩვენ გვაქვს აპრობირებული ეს მეთოდი მათთან გასაუბრებული ვართ იმ ბიზნესმენებთან, რომლებმაც განიცადეს ზარალი სააკაშვილის მთავრობის მიერ და ისინი აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან შემოუერთდნენ და აღიარონ ის პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას ზარალის ასანაზღაურებლად. ეხლა თუ რაიმე დამატებით გინდათ, მზადა ვარ გიპასუხოთ კითხვებზე. კი ბატონო. მე მალხაზ ცისკარიშვილი გახლავართ. ანზობს საკანდელიძე. და მე მინდა ჟურნალისტებს მოგმართოთ. ძალიან გთხოვთ. აი უმორჩილესად გთხოვთ. თქვენ შესაძლებელია დაზარალებული მეანაბრეთა შესახებ არ გაქვთ ინფორმაცია, იმიტომ რომ თქვენს თაობას ეს ზარალი არ განუცდია, ეს ზარალი განიცადა თქვენმა მშობლებმა, თქვენმა ბებიებმა და ბაბუებმა და სამწუხაროდ სააკაშვილის მთავრობის დროს ეს ზარალი რაღაც ისტორიულ იმაში რა ქვია არქივში გადაიძახეს. ფაქტიურად მათ თქვეს, რომ ზარალი, რომელიც არ ანაზღაურდება, მასზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. ამიტომ ისე მოხდა, რომ თქვენი თაობა აი ამ პრობლემის შესახებ არაინფორმირებულია. არა და აბა კითხეთ თქვენ მშობლებს, რამდენი თანხა აქვთ მათ დაკარგული. ამიტომ თქვენ გთხოვთ, დაგვიდგოთ მხარში. ჩვენი მეთოდით შესაძლებელია ბიუჯეტიდან ერთი კაპიკის აღების გარეშე, რითიც ყველა ხელისუფლებას ეშინოდა, იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც განიცადეს თქვენმა ოჯახებმა. მე თქვენს წინაშე ვდებ პირობას, რომ სულ რამოდენიმე წელიწადში თუ კი ხელისუფლება საკანონმდებლო ბაზით დაგვეხმარება მარტო, მათ არ თხოვთ, არც ერთ კაპიკს არ თხოვთ ამ დაზარალებულობის ანაზღაურების თვალსაზრისით, მხოლოდ საკანონმდებლო ბაზით დახმარებას თხოვთ. თუ კი იგი დაგვეხმარება საკანონმდებლო ბაზით, მე თქვენს წინაშე ვდებ პირობას, რომ რამოდენიმე წელიწადში თქვენი მშობლები იმ დაკარგულ თანხებს და ქონებას მიიღებენ, რომელზედაც ალბათ მათაც უკვე ხელი აქვთ ჩაქნეული. და ყველა ხელისუფალი დღემდე ცდილობდა, რომ ნიჰილისტური ატმოსფერო დაინერგა სწორედ აი ამ პრობლემის მიმართ, რომ ეგ უკვე აღარ დაბრუნდება. მე გეუბნებით, ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი დაბრუნებადია და ამაზე ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია, ამაზე ჩვენი გვერდში მდგომი პოლიტიკური პარტია ვიღებთ ვალდებულებას თქვენს წინაშე და საქართველოს მოქალაქეებისა და მოსახლეობის წინაშე. არაფერი არ არის დაკარგული, აქ არის მხოლოდ ერთიანობის, აი ამ პრობლემის გადაწყვეტისათვის ერთიანობის სურვილი აუცილებელი. მე ერთმანეთს დავამატებდი ამ თხოვნას, ბატონი მალხაზის თხოვნას. თუ გაქვთ საშუალება და თქვენი ხელმძღვანელობა
რედაქტორი გაზეთების პროცესის მოსამართი ხომ მე გაგატარებ ამას და თუ შესაძლებლობა იქნება თუ გამოგვიქვეყნეთ აგერ არის ეს არის რიაწერილი ბატონი ივანიშვილისა და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ სადაც არის ყველაფერი რაც ჩვენ ვილაპარაკეთ თუ არ გამოაქვეყნებთ გამოიყენეთ მასალად რა ვიცი შესაძლებელია რომ გამოიყენოთ მასალად და გამოიყენეთ მასალებად მოგესალმებით ბატონო ზურა დიდი მადლობა რომ